მთავარი სათქმელი დღევანდელი დღის გათვალისწინებით ევროპის დღე და მოწოდება რომ ძალა ევროპაში და ერთობაშია. სალამი, გამარჯობათ, მინდა მოგესალმოთ და ხალხსაც მივესალმო და უსურო ბედნიერი ეს დღე და მომავალიც. მე მინდა მოკლედ და მარტივად დავაფიქსირო ის, რასაც ამდენი ხანია, რაზეც ვიბრძვით, არის ის, რომ ევროპისკენ სვლა არ არის მხოლოდ რაღაც პასეულობები, რაც გარკვეულ წრეს ადამიანების წარმოუდგენია და გონიათ. აქ აბსოლუტურად არევა მიდის ყველაფრის. ფასეულობები ევროპის არის პირველ რიგში ყველა ადამიანის უფლება, პირადად ადამიანის უფლება და რაღაცნაირი ესეთი გეზი ძალადობის წინააღმდეგ. და ის რა ძალადობასაც ჩვენ ეხლა ხედავთ, აი ესე ფრაგმენტულად და ერთიანადად საქართველოში, ეს არის ყველაზე უფრო დასაქმებული. თუ ამას ადამიანები ვერ ხედავენ და პირიქით რაღაცნაირი გეზი აქვს და რაღაც აგრესია უჩნდებათ კონკრეტული რაღაც წარმოდგენების მიმართ, რომელიც იდგმება კონკრეტული რაღაც მესიჯებს, შეგიძლიათ თავისუფლად ჩათვალოთ, რომ ეს არის უბრალოდ დიდი პროპაგანდა და ასევე მონაწილეობა დანაშაულში. იმათთან ერთად, ვინც ამას აწესებს. მე მიკვირს დღემდე ამდენ ხალხს როგორ აქვს ამხელა ტყუილზე, თან ისინი დადიან, მგზავრობენ ევროპაში, ყოველ კვირა, ყოველ თვე, მათი შვილები სწავლობენ, ნებისმიერი ადამიანი გაიზარდა იქ კიდევაც, იმას ანიშნავს, რომ მხოლოდ მე დავდივარ და ჩემი მეგობრები და ვინმე, ყველა ნაცნობი დადის იქ. ვერ ხვდები აი ამ ხალხის გონში რა არის ისეთი, რომელიც ვერ განასხვავებს ამას, იმ რაღაცა ცოტა ადამიანთა ცოტა წრეს, რომელსაც რაღაცა სიახლეებს აკეთებენ, გინდა წარმოდგენებით გამენ, გინდა კიდევ რაღაცას აკეთებენ და აი ამას უპირისპირდებიან და რაღაცა ბნელ რაღაცნაირ იდეას და ვერ ხედავენ იმ მართლა საშინელ ძალადობებს, რომელიც ახლა მაგალითად ადამიანი მოკლეს ცემაში და გარდაიცვალა სადაც ციხეში. რაღაცნაირად იგივე მეორდება, ხო, ბრუნდება თითქოს. აი ეს არის მთავარი პრობლემა და ჩემი პირდაპირ მესიჯი რა ხალხს და ჩემ ნაცნობებს და ჩემ კოლექტივსაც გინდა. როდესმე არ უნდა დასრულდეს ეს საოცარი რაღაცნაირი ძალადობრივი ფონი ამ ქვეყანაში. თორნიკე, თქვენ ახსენეთ, აი გიკვირთ, რომ აი თქვათ სხვანაირად ევროპულ ფასეულობებთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება ფიქრობდეს საზოგადოების გარკვეული ნაწილი, მაგრამ როგორც ამავე საზოგადოების წევრს, აი რას ფიქრობთ? რეალურად რა არის სწორი გზა? აი საუბარი, კიდევ უფრო მეტი ხაზგასმა ფასეულობებთან დაკავშირებით, კიდევ უფრო მეტი საუბარი ამ ევროპული სიკეთეების შესახებ, ხო? აი რა არის ის გზა, რაც გაზრდის მათ შორის მხარდაჭერას, აი ამ ტალღის, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს გადახვევა აი ამ ჩვენი ისტორიული გზიდან და რომ საქართველოს საბოლოოდ უნდა გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, ხო? რეალურად ის, რაც თქვენ ახსენეთ, ძალადობა და ასე შემდეგ, ხომ ეს ხომ ამ გზის ხელშეშლაა. ანუ ნებისმიერი ხელისუფალი უნდა აცნობიერებდეს იმას, რომ ამგვარი ანტიდემოკრატიული ნაბიჯებით ის აფერხებს იმ გზას, რომელზეც აი დამდგარია ქვეყანა და ეხა ვისი ხომ მტრის მიზანია, რომ გადააგდოს ამ რელსიდან სწორედ საქართველოს, სხვანაირად შეუძლებელია და აი კიდევ რისი კარგად ახსნა არის საჭირო, თუ აი გვერდით, მეზობელთან, მეგობართან არ ვიცი, ალბათ ყველა წრეშია ისეთი ადამიანი, ვისთანაც კიდევ უფრო მეტია სასაუბრო ამ საკითხების გარშემო. ისევე როგორც უამრავ ადამიანს საქართველოში ბევრს, ყველას არა რა თქმა უნდა, ვიზრდებს ბევრს, რომ ინფორმაციისკენ წვდომა არ უყვარს და რაღაც ერთ პატარა ბაბლში ჯდება და რაღაცა აი მხოლოდ აქედან იკვებება. მე მინდა ურჩიო მათ, რომ გავიდნენ, შეხედონ და ეურთიერთონ იმ ხალხს, რომელსაც ეგეთი პროტესტი გვაქვს თუ აქვს ყველას და შეუერთენ იმ რაღაცა დემონსტრაციებს, რომელიც მართლა ტარდება და რომელიც კონკრეტულად რაღაც მიმართალი და რა თქმა უნდა მათი შვილების მომავალისთვის უკეთესი იქნება. და ბევრად მეტი შეკრებები და საუბრები აკეთონ. ის ხალხი, რომელიც ამის წინააღმდეგ არის, რაღაცა მხოლოდ ესე ვთქვა, შემოიფარგლებიან რაღაცა ცუდი, ესე იგი social media-ს ვთქვათ, რაღაცა კომენტარებით, პატარ-პატარა ამ ხალხს ვერასდროს ვერ ხედავ რაღაცნაირ დიალოგებში, იგივე დემონსტრაციებზე ვერსად ვერ ხედავ ამ ხალხს. ესენი არიან თითქოს რაღაცა ჩაკეტილი თავის თავში და არ უნდათ იმ სხვა ხალხთან ურთიერთობა და
ურთიერთობა მხოლოდ ნებისმიერ სახელმწიფოში გამოდის, როცა ადამიანები ერთმანეთს ურთიერთებიან და როცა არსებობს კონტაქტი რაღაცნაირი. და ამათ უნდა პირდაპირად აი გინება და აი ცოტა ხნის წინ რაღაცა აი ეს ადამიანები დადიან, რომლებიც ამ პროცესიებს აგინებენ, სხვადასხვა მხარეს დადიან, მე ხელჩართულ ბრძოლაში გადადიან ხალხთან. აი რაღაცა წარმოვიდი როგორ გითხრათ, აი პარაზიტები არის, მავნებლები და ვერ ხვდები როგორ უნდა რა ხერხი არსებობს. ხერხი არსებობს თავიანთ ახლობლებთან, იმათთან, ვისაც ეს პროტესტი აქვს, საუბარი და გაგება, რატო არის ეს პროტესტი. და რა თქმა უნდა, ჩაშვება უკან ყველანაირი პარტიულის, იმიტომ რომ ეხლა ეს ესე დამოუკიდებელი განმათავისუფლებელი და თქვათ ასეთი მოძრაობა, რომელიც გავს 80-იან წლებისას, იმიტომ რომ იქ იყო დიდი ქვეყნიდან თავის დაღწევა და პრინციპში აქ არ არის დიდი განსხვავება, იგივეა. და მე მინდა ურჩიო ყველას, რომ იგივე იმ ადამიანებს, ვინც ყავთ თავის ოჯახებში ახალგაზრდები, ბავშვები, რომელიც გადიან და ამ ყველაფრის მიმართ აქვს პროტესტი, დაელაპარაკონ და დაუჯერონ და გაიგონ და ერთად რაღაცნაირად გადახარშონ ეს, რომ გადააბიჯონ ამ ყველაფერს და აღარ იყოს იმის და ამის და იზმების და სახელების ზახილი. არა იმან დაგვიყვა, ამ წაგვიყვანა. არ შეიძლება ეს. უნდა იყოს მართლა რის პროტესტის არის რის მიმართ პროტესტის გამოსაჩენი აუცილებლად უნდა იყოს ეს და არ უნდა იყოს ეს ტყუილი სულ რაღაცებზე გადასვლა, რასაც მაგალითად პოსტი ვიაკეთებს ან ნებისმიერი რაღაცა, რომელზეც აი მართლა ამ ტყუილს ანვითარებს. კი, თორნიკე, თქვენამდე ნანა ექვთიმიშვილი საუბრობდა ჩვენს ეთერში, მან ახსენა ევროპის კინოაკადემიის ახალი წევრების გამოქვეყნებული სია, სადაც არის დღევანდელი მონაცემით ანდრო ჭიჭინაძე კი და ამ მიმართვაში საუბრობდა ევროპის კინოაკადემიის თავმჯდომარე, რომ თავისუფალი უნდა იყოს ანდრო ჭიჭინაძე და ის ასევე საერთაშორისო კინოორგანიზაციებს მოუწოდებდა ჭიჭინაძის სოლიდარობისკენ. ხო, ასეთია სურათი და სამწუხაროა, ხო, ჩვენ წინა დღეებში ვნახეთ ხელისუფლების საუბარი იმაზე თუ რა ბედი შეიძლება ეწეოთ ამ ადამიანებს, სისტემის ტყვეებს და მათი ხისტი პოზიციაც იყო საკმაოდ დასანანი ამ კონკრეტულ საკითხზე, მაშინ როდესაც შესაძლოა გარკვეული მოლოდინი არის, რომ რაღაც ნაბიჯებს, არ ვიცი, გადადგამს თუ არა ხელისუფლება, მაგრამ ყოველთვის ჩვენი სურვილია, რომ ასეთი ნაბიჯები ნამდვილად ვნახოთ. კი ბატონო, თუ გაქვთ სურვილი ამ საკითხზე გამოხმაურების კი რა თქმა უნდა, აქაც ძალიან დიდი სირცხვილია იმისი, რომ ადამიანი, რომელიც გამოცხადდა ევროპული კინოაკადემიის წევრად, არაფრის გამო ტუსაღი არის, პირდაპირ ვიტყვი, არაფრის გამო. პირადად ჩემი გამწვავება პროტესტის დაიწყო იმ დღეების მერე, რაც მე და ანდრო ყოველდღე ერთად ვიდექით და ჩემი ახლო მეგობარია, ჩემო პროექტშიც არის და ეხა იმის მაგერად, რომ კანის ფესტივალზე მოდიოდეს, რაღაც მოლაპარაკებები გქონდეს, ისევ როგორც ბერლინზე, წინაზე და ერთად დავდივოთ ამ ფესტივალებზე, სულ აი ეს არის გამოკეტილი იმ ადგილას, სადაც არის. პირველ რიგში ამის უნდა გწვენოდეთ, პირველ რიგში უნდა ისოდეს, რომ ეს აუცილებლად მოგეთხოვებათ. აი ამდენი ხანი ადამიანების დაპატიმრება, ამდენი ხანი არაფრის გამო, ამას ეს არის ათმაგი ძალადობა კიდევ ერთხელ, თქვენი ეს რაღაცნაირი ეს ვანდალიზმი და ვითომ რომ ნაციონალები წავიდნენ და მერე ვითომ და რაღაცა დასჯას აპირებდნენ სხვადასხვა ადამიანების და 12 წელი რომ ითარეშეს, ასე ვთქვათ, როგორც უნდა და მერე ამ 12 წლის მერე რომ აი ესეთ რაღაც კლანჭებს აჩენენ უდანაშაულო ადამიანების მიმართ, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ აქვს, იმიტომ რომ ოპოზიცია არაფერს არ სადარჩას და არაფერში არ არის, აი მანდ უნდა გწვენოდეთ და მათ ხო ხვდებით რომ ხალხის წინაშე აუცილებლად დაისჯებით თქვენ. დაისჯებით, იმიტომ რომ თავისუფალი ადამიანებს უზღუდავთ თავისუფლებას. და აი გეტირებათ ყველაფერი, რაც კი შეიძლება იყოს კარგად დაიმახსოვროს. იმათ ვინც ამას ტაშს უკრავს. არ ვიცი, ყოველდღე დილას ადექით და სარკეს ჩაიხედით რა, რას გავხართ, აი მათ ფიქს როცა ატარებთ, ახლა ბევრს რა თქმა უნდა არ მოწონს ანდროს და მისი მეგობრების და თუნდაც ხალხის რომელსაც არ იცნობს იმათთან ერთად ზის და ამას ჯგუფურს დედავებიან, არ მოსწონს რომ ისინი არ არიან, ვერ დავაბრალებ ყველას რომ ეს ფაქტი მოწონთ ქართველებს, მაგრამ არ ვიცი, ნუ რა შეიძლება კიდე ამ ხელისუფლებამ. დიდი მადლობა. ხელისუფლებამ გააკეთოს რა. და მინდა რომ უსურო ანდროს ძალიან მალე ერთად, არ ვიცი, გამოსვლა, მუშაობა და მრავალი წარმატება. დიდი მადლობა თორნიკე, მადლობას გადაგიხდი.